შეგვიძლია ავირჩიოთ რამოდენიმე ყველაზე ისეთი 10 თუნდაც სიტყვაზე 10 ფაქტორი ვინც კარგად ცნობილი და არქეოლოგიური ლიტერატურულად ხო ყველაზე ესეთი relevant და მნიშვნელოვანი ფაქტორები და მოახდინოთ რა ავიღოთ ეს CDK ჩავსვათ ნორმალურ უჯრედს KTC ხო KTC ბოდიში ხო ანუ ავიღოთ რეზიდენტური უჯრედები და ნორმალურ უჯრედებთან ჩავსვათ და დავუმატოთ ეს ფაქტორები სიტყვა ჩავსვათ ამ ფაქტორთან ერთად თუ ამან გამოიწვია ამ ყველი დენდრიტული უჯრედების გააქტიურება ან იმ ფაქტორს შორის შეიძლება იმ ფაქტორის რამოდენიმე იყოს მნიშვნელოვანი რაც იღებს მოაწოდებას ამის გააქტიურებაში და თვითონ ეფექტურობაზე ახდენს ზეგავლენას. ანუ შეგვიძლია მე ნენდელა მოვაკლოთ ეს ფაქტორები და გამოვიცხოთ უკვე თუ რა ახდენს ზეგავლენას რომ გააქტიურდეს თვითონ ეს დენდრიტული უჯრედები. მოკლედ ეს იყო ეს მეორე იდეა კიდე სხვა სისტემა შემოთავაზეს და იმ შემთხვევაში იქ უკვე იყო მთლიანად ეს ამ სისტემის მთლიანად გათიშვა და ოქროს ფართოს ინაქტივაცია ამ ფაქტორების. ანუ შესაძლებელია რომ გამოვიდეთ აი ვინც გენეტიკაში აკეთებს რაღაცა კოლექტივს იციან რომ შეიძლება რომ რაღაცა გზის მთლიანი გათიშვა გავაკეთოთ SIRNA-ით ხო? ეს მასაილოინსინებელი და შეგვიძლია რომ ავიღოთ რომელიმე ერთი სასიგნალო გზა, მაგალითად STAT3, ასევე აიღოს სხვა გზა და მთლიანად გათიშო ეს გზა და რომელიმე გზაში თუ მიიღებ ეფექტს, რომ აი ამ შემთხვევაში უკვე ის სიმსივნე აღარ ხდება კლადი დენდრიტული უჯრედების მიერ, მერე იმ გზაში იმ გზით რეგულირებადი ფაქტორები აიღო ცალ-ცალკე და გამოიყენო ინჰიბიტორები ცალ-ცალკე დამატებით. თორემ ესე ძალიან ძნელია ხო, რომ ყველაფრის ინჰიბიტორი ცალ-ცალკე აიღო და ცადო ეს იქნება 100-ობით და შეიძლება 1000-ობით სხვა ინჰიბიტორი. შესაბამისად ჯერ დიდ გზებში რომ ნახობრევა და მე ხომათ ჩაგვიდე და არ არის გამორიცხული რომ ეს იყოს რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია და არა ერთი რომელიმე ერთი ფაქტორი. ამიტომაც არის თვითონ გზებზე მუშაობა ძალიან ინფორმატიული. ხო? ეს მეორე ტექნოლოგია და აი ხო ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვსჯელობთ და ძალიან საინტერესო იქნება თუ თქვენს ვისაც გაინტერესებთ იფიქრებთ ამ საკითხზე თქვენი თეორია მექნება და რაღაცა საშინაო დავალებაც მიგახსენებთ აქედან, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო საშინაო დავალება, ეს არის წმინდა სამეცნიერო იმისთვის ფონების ვარჯიშისთვის, ლიტერატურის მოძიებისთვის და ესე შემდეგ, აი ვისაც გაინტერესებთ, მე შეგვიძლია რომ აი გაინტერესებული ჯგუფი შევხვდეთ ისე ვორქშოპის შესახებ, გავცვალოთ იდეები, ჩამოვაყალიბოთ პროექტის სახით, რომელსაც შევთავაზებთ აი ამ ჩვენ თანამშრომელ ლაბორატორიას საზღვარ გარეთ და გექცევათ საშუალება მათთან თანამშრომლობით განახორციელოთ ეს ჩამოყალიბე არ ვიცი ხა შეიძლება ამ პროექტმა ამ საწყის სახიდან ჩვენ რო ვთქვით ორ პარაგრაფში ხო აბსოლუტურად განსხვავებული სახელმწიფოს ბოლოს იქიდან გამომდინარე რას მოვიძიებთ ჩვენ და რანაირად ვიფიქრებთ და ეხლა სადღაც რომ ორი ადამიანი ერთმანეთში ლაპარაკობს წუთის განმავლობაში და ვიღაცები და 5 კვირა დაჭდებიან და ავთო 10 ადამიანი იფიქრებს შესაბამისად უფრო რაფინირებული სახე შეიძლება იყოს ამ ყველაფერმა. ასე რომ ვისაც ეს გაინტერესებთ ანუ რა ხო გვაქვს რაღაც რომ ხო და შეგვიძლია რაღაც შემიშნელი იდეები რაღაც თუ გაქვს ან ეს და რაღაც